განარჩევათ მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიღებთ კომედი შოუს თითქმის 1.1 ნახვა, თითქმის 7 ნახვა უკლია. მეგობრებო, 7 წლის წინანდელია და აი, ნახეთ გამოწერილი, არ ყავს გამოვიწერე, დავალაიქებსო, მარტივია რა. და ესე გავაკეთეთ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ჩემ ვიდეოებზე და ნახეთ დავიწყოთ მეგობრებო, 7 მგონი ეს ვიდეოს არუყურებია, დავიწყოთ. Allo მომისმინე, ახლა შენს მამა მომისმინე. რახან გადავწყვიტეთ ახლა ასე, რომ სოლი მოყავს. ვიც? ხო. 600 კაციანი კეთება ქორწილი. რა 600 კაციანი, კაც რა ამბავია? 600 კაცი რა ამბავია? ჩემშვილ, აბა ერთადერთი გრანდიოზული ქორწილია რომ გაუკეთო? მაშინ გავაკეთოთ ბარემ 700 კაციანი. ის 100 კაცი მოუხარშოთ და ვაჭამოთ იმ 600 კაცს. აბა რა წაი? რა? გამოდი გაგერს მისოგი მაგ დამსვი. ერთმა ხორწილი. გაიგე, ყველაფერი ჩამოწერილი მაქვს. პური კაი. წვანილი ყველანაირი. აია. ჭადი. ლობიო საპონი შამპუნი. საპონი და შამპუნი რა დგინდა, მამა? ქორწილის დღეს მაინც ხო უნდა იბანაო, ნორმალურად, ჩვენო. მართალია. ერთი დღე. გაგძელე? ხო. წყალი, მარილი, სალფეტი. ხო არაფერი გავიწყოთ ახლა შენ. გამავიწყდა. კარტოფილი. კარტოფილი. ეს არის მამა 156 ლარი. ევრია. მე ბიჭო, ამოიღე ის საპონი და შამპუნი და ვივლი ისე. შეგერაცვალე მამა, მართალი ხარ, ვის ვამბობ და ახლა პომპეზურობი და დაბანელი თავი დღეს. საუბარი არა. მოკლედ ქორწილი სულ რა იქნება გამზიანებული მაგარი, პირველად შემოვა ცივები, მერე გევიტან ცივებს შემოვა ცხელები. ხო. ცივები რატო გაგვაქვს? აბა რა გავაცხელე? აი, რა ჯობია, კაი გაცხელებული მწვანე. და რა მოყავს გაცხელებული მწვანე გაწევი. ემის გადასახადი არ მოგხსნა, 3 ლარი ამ თვეში კი ვიცი, მე რემს დავამატებდი კიდევ. აი ის მამა, ღვინოზე რა ვშვები? ღვინის ამბავი მოგვარებული მაქვს, ხო? ბიძა შენი გვაძლევს 5 ლიტრა ღვინოს და მეორე დღეს გადაუტან უკან ისავე არ ენახს სალაბარაკო გავხადა, ჩემი ღვინი ალა იქადა ქორწილი. ის თამადაზე რა ვშვები? თამადაზე. თამადა გოჩიკო მეყოლება გაფრთხილებული მყავს უკვე. ვინ გოჩიკო? ნანასი. ნანასი გოჩიკო. კაცო გოჩიკო 8 წლის არის, რას დალევს? მერე 8 წლის რა მიდომი მაგის ღვინო უკან ისევე ბიძავისთან. გოჩიკო კაია. აი თქვა ის გოჩიკო. ხო. კომისვირე მამა. რა მაინტერესებს ისა? თევზი თუ იქნება სუფრაზე? თევზი ავიღო. შეგენაცვალე. მოდი შესაცვალეს თუ უყვარს მამა. იქნება თევზი. სურპრიზ გაგიგეთ. გასინჯული არ აქვს და შევპირდი გაგასინჯებს ქორწილში. ხედავ ხალო, რამერა ის სიყვარული რა არის. რა არის სიყვარული რა? თვითონ არა აქვს თევზი გასინჯული იმას შეპირდა. შენ შენ შეყვარებულები რო ვიყავით 30 წლის წინ მაშინ შენ პირდი თევზს გაგასინჯებო და ნეტა რანაირია თევზის გემო გამაგებია. ხოდა კაი მამა შეგენაცვალე არ არის პრობლემა. შეგენაცვალე მამიკო არ არის პრობლემა. всё, სადაც ხარჯია ხარჯი იყოს. ასოგინ 156 ლარი დამჯდომია, გინდა 162. სამნაირი თევზი იქნება. ხამსა კინძში, ხამსა ძმარში, ხამსა კინძმარში. აი, ეს შენი სასულე რომელ კატეგორიას მიეკუთვნება? რას ქვია ეს? მომისმინე მამა. გისმენ მამა. არსებობს 3 კატეგორია. კი. 3 კატეგორია ადამიანების. ჩაქცეულები, დაქცეულები, ჩამხობილები. არ ვიცი. რომელია? მერე დაურეკე მამა და გაიგე. დაურეკა მაშინ. არ არის პრობლემა. დააქენი მამა. ზარი გაუშვი და არ მირეკავს ჯერ და რა ვიცი. აი მამა დასანებია უბრალოდ. სამხლეულები, ჩაქცეულები, დაქცეულები. ქორწილი რომელ დღეს უნდა დავნიშნოთ ახლა შენ ეგ თქვი. გადავწყვიტე ქორწილი. ქორწილი იქნება 4 შაბათს. 4 შაბათს რატო კაცო? შენგენაცვალე მამა. ჭაღაკუხილია მამა გამოცხადებული ფეერვერკი ხო გვინდა ქორწილი. ო, გრანდიოზული. მაგიტო გამოყევი შენ ხოლმე. გოგა მომისმინე და ახლა შენ. შენ და პატარძალი რო დაჯდებით სუფრასთან, მერე პატარძალი უნდა ადგეს და გამოიცვალოს. რატო გამოიცვალოს? რატო და ლოგინი არ უნდა გაგიშალო, თეთრეული არ მინდა. რაცა მოსაგებია. და ობძანდით. შილებ, სახში ხარ? მარჯობათ. აი გამარჯობა. მოგებლებო.
სალამი. ხო. ვახუშტოვიჩ, სალამი თქვენ. გამარჯობა, გამარჯობა. როგორ არის? აი ამბავი თქვენ. ხორცელი ვარ და დაჯექია. ზადება ხორცელი გვაქვს. გაი ამბავი. ახლა შემთხვევით შემოვედი, ახლა გავიგე. ო, ხორცელი კი ბატონო. სუდი გასო. მოდი აგერ. ჩამოჯექი. იყოს აგერ დავждები გასო. აგერ დაჯექი, კაცო, მოდი ნორმალურ ადამიანურად დაჯექი, აგერ. იყოს, ახლა ხორცელი, ახლა რა ამბავია? თამადა ჭირდება ხორცის ახლა, ხო, იმიტომ რომ ხალბადონი ბზანდები და დღეს ახლა ბოდიში და თამადა თუ არ არის ხორცისში, ის ხორცილი ბოდიში და არ არის ხორცილი. ხოდა ხორცილობა აღარ არის დღეს. შეგერაცვალე რა იქნება. არა, რასთვამო, ვიცი დღეს გოგოები და ბიჭები ხორცილის მაგირო დადიან ბოდიში და კლუბებში. აბა, ასე გაფუჭდა ახალგაზრდობა და ხო. თამადა ახლა შეგერაცვალე. იბრალებს, ბევრმა არის ის თამადობა. დედა უთხარი ახლა ყავს თამადა. ყავს თამადა? კი ბატონო. თამადა ძალიან კაი. ახლა თამადა იცი რა არის? თამადა იმდენად თავარი არ არის ხორცისში. მაინც ახლა მუსიკა, ხორცილის მუსიკოსი თუ არ არის, ხო? ხორცისში ის ხორცილი ბოდიში და არ არის ხორცილად, არ გირს. ახლა თან მუსიკოსი ახლა ხორცილის ვართ ამ იარკავკასიაში ორი სულ. ხო და იბრალებს ახლა ყველა მუსიკოსობა. მუსიკას ყავს. ყავს მუსიკა? კარგია, რომ მომზადებული ხართ ასე. შუთ ჯვარს თუ იწერთ? ჯვარს ვიწერთ. ჯვარს იწერთ, ხო, ძალიან კაი. ახლა რა არის, იცი, ჯვრის წერას იბრალებს ახლა, ბევრი, ყველა კივე დაგწერს ჯვარს. აგერ მაგალითად მიხვალ, ხო, გონია რომ დაიწერე ჯვარი და არ გაქვს დაწერილი, ბრუში ხარ ფაქტიურად, ხო და მე ახლა ჯვარი მაქვს დაწერილი, ბოდიში და 300 სამასიკასისთვის შეგერაცვალე, მომისმინე, წამოდი ესენი ჭირი მე რა. მე თუ და ყავს, მამა. ყველაფერს თუ აკეთებ. მამაო, ყავს. ყავს, მამაო, კი ბატონო. შეგერაცვალე, თუ რამე დამჭირდა მე თვითონ დაგიზახე. კი ბატონო. დაგიზახე მე თვითონ. კაი ბატონო, კაი, მე უბრალოდ გათავარ. მადლობა, კარგად. ინა, ხავერ მოვიშალე, ბერა. სადაც იქა გარაფუდა. პასუხია, ბოდიში და ახლა პირველ ღამეს სოლქმარი რო დაწובה, ბავში ხო უნდა გააკეთონ და ბავშვს ახლა ყველა კი ვერ აკეთებს. არა, მე უბრალოდ ისეთები, არა, ხო. მომისმინე ახლა გოგა შენ. ხოდე. რომ მოხვალთ შენ და შენი ცოლი, მე ამ ბრუნებულ თემს დაგიდებთ აქ, კარებთ. კი, კართან. ხო და იცოდე, ნელა დაარტყი ფეხი. არ გატეხოთ, თორე გაგიტეხავთ თავებს ორივეს. დავარტყამ მე, დავარტყამ. ნელა, ხილად. მუსიკაზე რა შვები? მუსიკა ხო გვინდა ახლა სიმღერები ცეკვა. მუსიკა, მე და დედა შენი სხვა სვამდობ მუსიკას, მამა გორწილში. მე და დედა შენი რო სიმღერას დავიწყებ, რა? დუეტში. რა შემოხვალ, თქვენ გამზიალებული, მე ხურჯინი თუ ჩამოიყვანე. გარი. არი. მაქეითთან. ეს რა, კიდევ იქ დაკაშა. ჩაცმით რა ჩავიცვა, შარვალ კოსტუმი თუ ეროვნული. ჩოხა. ჩოხა არა მამა. ეროვნული შორტები, ქვევით ჩუსტები და ზევით მაიკა ბრეტელებია. როგორც ეს არის ეროვნული ჩოხა, მე 18 საუკუნის ტრადიციები არ დავარღვი. და მე რა უნდა ჩავიცვა ქორწილში? შენ რა შეიძლება მოგლე გამა და ზევით დეკოლტე დიდი. რა სამბობ, კაცო, რატო? გეუბნები მე შენ ამ 600 კაცი რომ მოდის და მწვანილი დაისრო გაგმარტო სუბრაზე მჭადი. ხორციანი არ უნდა იმ ხალხს რამე. ხორცი გინდა. ირბინი ზევით ყო. აი, კაცო, ახლა ჩვენი შვილის გაკეთებ ყველაფერს. ხორც. დედა, ამან არ იცის ტორტი რო გვაქვს გაკეთებული. ტორტი? ტორტი. ტორტი გაგიგე. უკვე კაცი. თქინა სამსართულიანი ისეთი უკეთეს რას არ ნახავ. გაფუჭდება მე ხორცილამდე. ტორტი გაფუჭდება ქორწილამდე. აი. რა გაფუჭებს ბიჭო პეროპლას. მაგარია. რა არის? ეგერაცა, პირველად გორცი არის. ეს მამა, თუ გინდა ჯერი თამაშე, დასვით არ ხსნის კრემი რა, არა? აი, ჩამოვაგდე. იბურთავეთ, რასა გააკეთე. ეს შერპი დაგდე, ეს თუ გინდა შეშვილიშვილებსაც ეყოფა. რა ტორტია შეხე. ჯეინა ხო და მობძან.
ჩემი მსახალი ნაცვალე. შენი შეგენაცვალე. მოდი ქალუანა. აუ ეს მართლა მაგარი მამელახჭა. რა იცი შენ? გოგო, გადავყოსე სიგარეტის სუნი ადიო. ფილტრია. ჩადავშე. მაგსავლი, ფეში მინიმუმ ერთხელ მაინც. აი მამიშვილი რო არის იმით. ეს შემომძახალო თქვენ მოგართვით ჩაიტყარულეთ პირი. ცარიელია. ჩემაცოლმა გამომატანა ეს მიუტანეო რაღა ეგრევე ხო ეცემიან და გახსნიანო და აი არა უშავს კაცი არა უშავს. აგერ დამძალდი. ო შენ გენაცვალე. აი ხარე დამძალდი. ვიდი სკამი მომიტანე მე ერთი რა. სკამი მომიტანე მე დაჯექ შენ სკამი მომიტანე. რომელი სკამი მოგიტანე? ის სკამი მოგიტანე კაცო. წყალს დალევ და ხა ცივს. ცივიწყალს. ზავრი ვარ და ცივიწყალის რა გითხრა რა? ჩოვლებრივი წყალი? ჩოვლებრივი წყალს დაგალევიან საკეთკენის წინდა. ჩოვლებრივი წყალი არ მინდა ცივი მირჩევნია, აგერ მაცივრის მირჩევნია რა, ნამგზავრი ვარ და შეგერა არა, შენი ჭირ მაგ მაცი ვარ, თავიდან იყო თუ ახლა საძინებელი არ ჩემი ბიჭის. ხოდა ურა არის ეს აფხურში ფრეონის საშუალება. თქვენ გენაცვალეთ, ჩემო მოყოლებო, თქვენი ჭირიმე. ახლა რატო მოვედი? დავგეგმოთ ახლა ეს ამბავი როგორ იქნება და გაგეგმილია ამბავი და ამას ყველა. რო იცოდე. ო ახლა არ დამიწყოთ, მაგაზე ლაპარაკი. ჩემი გოგოსთვის საქორწილო კაბას ვყიდულობ მე. რას ლაპარაკო ჩვენ? გამორიცხულია. რას ლაპარაკო ჩვენ? გვაქვს ტრადიციული კაბა. ბებია ჩემს ეცვა რო გათხოვდა. მერე დედა ჩემს ეცვა, მერე ჩემს ორს ეცვა და ჩემ ერთზალმაც ის უნდა ჩაიცვას. რას ლაპარაკო ჩვენ? ოიცა გამოვიტან, აი გაჩვენებ ისეთი კაბა არის. არა, მე საერთოდ ტრადიციას პატივცემ და არა, გასო, კაბა არ ინერვიულო შენ. კაბა არ არის პრობლემა. კაბს დიალექტი. და ჩემი სიკვდილი ჩჩილს შეუჭამია, რატო ვარ ცოცხალი? ჩჩილს შეუჭამია რა, ძალიან შეჭმულიც არ არის ახლა ქალბატონო ახლა. ძალიან შეჭმულიც არ ყოფილა, მაგრამ ჩვენს გვაქვს ტრადიციული კაბა. კაცო, ებია ჩჩილს შეეცვა ჩემ დიდბებიას და რაღაცა გამოვა, რაღაცა ეწყობა მაგისგან. მომართვით აგერა. ამაში ფატად გამოვა. ი, კაცო, მე გამოვა. ჩა, აბა მაგ მომბარებული არ ინერვიულო შენ შეგერლო. ახლა რა შეეხება კაცების საქმეს? რამდენ კაციანს ვაკეთებთ? 600 კაცი ნაკლებად ვერ ჩამოვიყვანე ფიზიკურად. 600 კაცი. არ მინდა დაწყდეს გული. 600 კაცი ბევრია ბიჭო, ამიტანი დაждდება. ფული ხომ უნდა მაგას? ბევრი დაждდება. მე ფულის რედი რა ვაგვი. არის ფული? აბა ეს აქ რა არის? აქ. ფულია რა. ეს არის კაცო? მუცელი, ჩემი სეიფი კი არ არის. მე შიგნით რა დებს? რა დებს? თირგმელი. კლიენტი მყავს უკვე. რა? ფორჯესა გადავიღე ფულის მორჩა. აი ვარიანტია ძალიან. ანა გენაცვალე არ მოგიგვიდეს, მე არ არსებობს კაცო, უფროსი გოგო რო გავათხოვე, ერთი თირგმელი ამოვიჭერი და კი ბატონო გადავუხედე ქორწილი ახლა. მეორეც რომ ამოვიჭერ, ვერ ვიცოცხლე, ფიზიკურად ვერ ვიცოცხლე. ვიჯოს ქორწილი გადაბახტებია და მე რაღაცა იქნება, ელენთა შეითავსებს, ანგვიწლია რაღაცა. შვილის აგენა. რა კაცო, მათყუები რაღაცას არ გამოვა, რა გამო მე და ფონდეს ვიჯო თუ არა, მაგას დავინანე. არ მინდა ძმა, ვაფშე არ გამოვატაჭო, არ გაგატაჭებო. კაცო, მე მოგანდენი ბედნიერებას რა უთხარი, მე თუ უთირკროლებს და მოგ. არ გაგატან. არც მინდა ძმა თუ არ გამატან. ვიჯოს შველივით შველი ეძლეოდა, გუში წინ იმას არ გავაყოლე. შველი თუ შველივით გოგო, ეგეც რო არიცი. ეი, მართლა შეუბედურო, რო არიცი, ვიჯო. შველივით შველი, ხო? რა მნიშვნელობა აქვს, ვიჯო? სიყვარული ვიდგარ, შენ თუ ორფეხა იქნება, ცოლი თუ 4 ფეხა. რა მნიშვნელობა? Yani გეტყვი და მათყუარი ვაფერ რა გამოხეული და ორივე თოლხარ. რა გამოხეული? რა გამოხეული? რა გამოხეული? რა გამოხეული მეორე. გაჩუნდის ისწრია, კაცო, რა თქმა უნდა. აი, არ გაბრა. ვირა, რა გამოხეული ვეო? ბიჭო, კაცის თუ პრიორონე. კაცის თუ პრიორონე. მაჩალის არის გაუსწრე. ელი გაუსწრე. ფაქსაც ვალი დააგდე. მეგობრებო, დღეისათვის მხოლოდ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგაუწყდეთ ლაიქები და გამოწერები და ჩემ ვიდეოებში თუ გადახვალთ მოკლე ვიდეოებში ნახავთ, რომ
ნახავთ ერთ ვიდეოს, პირველივეა წეყანდავდე და ნახეთ უეჭველი.